მიუხედავად ამისა, ყველა პოლიტიკური ციხესიმაგრე, თუნდაც ყველაზე ძლიერი ორ სვეტს ეყრდნობა მოქალაქეების კეთილდღეობის განცდას და ძალაუფლებისადმი ნდობას. უნგრეთში ორივე სწრაფად იშლება. ამ რღვევის კატალიზატორი ღრმა მრავალმხრივი ეკონომიკური კრიზისი გახდა. ეს აღარ არის გარდამავალი ვარდნა, არამედ სტრუქტურული კოლაფსია, რომელმაც ფიდესის სოციალური კონტრაქტის გულს დაარტყა. 2023 წლის იანვარში უნგრეთში ინფლაცია განსაცვიფრებელ 25.7%-მდე გაიზარდა, რაც მთელ ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ საბოლოოდ მოახერხა მისი შემცირება, წლების განმავლობაში მზარდი ფასების კუმულაციურმა ეფექტმა ჩვეულებრივი უნგრელების სასტიკად დააზარალა. სურსათის ფასები ერთ წელიწადში 25%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო საწვავის ფასების ზრდამ აქციზის გადასახადის ზრდით საზოგადოების სტაბილურად გაღარიბების სურათი შეავსო. ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როდესაც ეკონომიკა 0.8%-ით შემცირდა, ხოლო ზრდის პროგნოზები მომდევნო წლებისთვის პირქუში დარჩა. შედეგად ქვეყნის ეკონომიკური ვარნა გლეხის თვალითაც ადვილად შესამჩნევი აღმოჩნდა. 2010 წელს, როდესაც ვიქტორ ორბანმა ხელისუფლებაში ყოფნის მეორე ხანგრძლივი პერიოდი დაიწყო, საშუალო უნგრელი საშუალო პოლონელზე ოდნავ უფრო მდიდარი და საშუალო რუმინელზე შესამჩნევად მდიდარი იყო. დღეს ერთსულ მოსახლეზე მშპ-ს მიხედვით პოლონელები გადამწყვეტად წინ წავიდნენ და რუმინელები, რომლებიც ოდესღაც მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ, ასევე მზად არიან უნგრელებსაც გადაუსწრონ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პროგნოზების თანახმად, უნგრეთის ზრდა მომავალ წელს 1%-ზე დაბალი დარჩება, რუმინეთის დაახლოებით 1.5%-თან შედარებით. სამრეწველო სურათი კიდევ უფრო თვალშისაცემია. 2010 წლიდან პოლონეთის სამრეწველო წარმოება გაორმაგდა, ხოლო უნგრეთის სტაგნაციაში 2023 წლიდან კი შემცირდა და ამჟამად მხოლოდ 40%-ით მეტია, ვიდრე 15 წლის წინ იყო. ეკონომიკურ კრიზისს ემატება ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში მზარდი კრიზისი. როდესაც მასწავლებლებმა და ექიმებმა მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყეს ხელფასებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ორბანის მთავრობამ კომპრომისს დაპირისპირება არჩია. 2023 წლის ივლისში მან მიიღო ეგრეთ წოდებული შურისძიების კანონი, რითაც მასწავლებლებს ჩამოართვა საჯარო მოხელის სტატუსი და ფაქტობრივად შეზღუდვა გაფიცვის უფლება. მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება გადაეყვანა პედაგოგების სხვადასხვა სკოლაში, რითაც გაანეიტრალა განსხვავებული აზრი. განათლებასთან ამ ომის შედეგები ახლა უკვე აშკარაა. ასობით მასწავლებელმა განაცხადა, რომ უარს იტყვიან ახალი კონტრაქტების ხელმოწერაზე.